ფილოსოფიის დამატებითი სპეციალობის მეოთხე კურსის სტუდენტები გიორგი ქავთარაძე და დაჩი მეჯიდოვი არიან დღეს რადიოვიზიის სტუმრები. მოგესალმებით, მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად და ჯერ დავიწყოთ დღევანდელი დღის მნიშვნელობის შესახებ ამ თემაზე დავიწყოთ ბიჭებო საუბარი და შემდეგ უკვე კონკრეტულად თქვენ თემებს გამეხებოთ. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მიესალმებით მაყურებელსა და რადიო მსმენელებს. ზოგადად ეს თემა რატომ ავირჩიეთ? მოგესალმებით თქვენ თქვით რომ ხალბატონ ლალის აკარაძის იდეა იყო ეს სამწუხაროდ ახლა ჩვენი რეგისტრება. რეალურად საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საბჭოთა აზროვნება, საბჭოთა ადამიანები ეს მენტალობა არის შენარჩუნებული. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი რომ მსგავსი კონფერენციები, მოხსენებები, სამეცნიერო აქტივობები განხორციელდეს, გაგრძელდეს შემდგომში, რათა აი ესე ვთქვათ ეს სეგმენტი დანამატები აღმოიფრქვას საზოგადოებაში და ჩვენ შევძლოთ უკეთ თვითგანვითარება. თვითონ თავი იდეა რა არის აქ, რომ ჩვენ ვისაუბრებთ ძირითადად ჰომო სოვიეტიკუსის შესახებ, ამ ტერმინის შესახებ, იმის შესახებ, რომ ჩვენ მიუხედავად იმისა, რომ დავუშვათ არ მოგწონს, დავუშვათ რუსული პოლიტიკა დღესდღეობით, ჩვენ მაინც ვაგრძელებთ ჰომო სოვიეტიკუსობას. პირველი საათი დაიწყება უშუალოდ კონფერენცია მოხსენები ამის შესახებ, შეგიძლიათ მობრძანდეთ, ნებისმიერ შეუძლია მობრძანდეს 55 აუდიტორიაში ჩვენს უნივერსიტეტში. ისმენთ. ბუნებრივია ჩვენ მოხსენებებზე არ გვინდა მხოლოდ ისტორიულ კონტექსტში განვიხილოთ ის, რაც მოხდა 1921 წელს ქართველი ერის პოლიტიკური გასაბჭოება, არამედ აქცენტები კეთდება აზროვნებაზე და შესაბამისად ქვია აზროვნებითი განსაბჭოება. მინდა აღნიშნო, რომ აი მაგალითად ჩემი მოხსენება, რომელიც ეხება სწორედ აი ამ თემას, გასაბჭოებასაგან და განსაბჭოებას, უნდა აღნიშნო საკუთრივ მერამ მამარდაშვილის სიტყვები, გავიხსენ, რომელიც ამ ეპოქაში, სწორედ 1930 წელს დაიბადა, პრაქტიკულად სტალინიზმის ეპოქაში ცხოვრობდა და იმ დროს, ასე ვთქვათ, ცალსახად აკრიტიკებდა საბჭოთა ადამიანს. და არაერთი მოაზროვნე არის არამხოლოდ მერამ მამარდაშვილი, არამედ წარმოდგენილი მექნება გიორგი ფედეტოვი, ასევე გრიგოლ რობაქიძე, თუ რა ასეთ ეს მოაზროვნეები თუ რას ფიქრობდნენ საბჭოთა ადამიანზე როგორც ფენომენზე. მნიშვნელოვანი არის ის, რომ აზროვნებით კონტექსტში ისტორიას გააჩნია, შეიძლება ასე ვთქვათ, როგორც მაგალითად მამარდაშვილი იტყოდა, როგორც ვერტიკალური, ასევე ჰორიზონტალური განზომილება. აქედან გამომდინარე, ის პოლიტიკური ქრონოტოპოსი, რაც მოხდა 1921 წლის 25 თებერვალს, ეს შეიძლება გადმოიტანოთ ადამიანის ცნობიერებაში, საკუთრივ ადამიანის აზროვნებაში და რა ტიპის მოაზროვნე ვართ ჩვენ დღეს საქართველოში. იგივე მამარდაშვილი ამბობდა, რომ ყველაფერთან ერთად დამოუკიდებლობა საჭიროა იმისთვის, რომ ჩვენ დავინახოთ საკუთარი თავი. აი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ რაც დამოუკიდებლობა მოვიტოვეთ, გამოჩნდა თუ რანი ვართ. ის რომ ჩვენი თავი ჩვენადვე უნდა გვეყუდნოდეს და ჩვენ თავზე ჩვენვე უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა. აქედან გამომდინარე, ეს თემები იქნება უფრო გაშლილი, უფრო ასე ვთქვათ, წარმოდგენილი და ვისაც სურს, რა თქმა უნდა, მოგზანდეთ დასწრება არის თავისუფლად. მსგავს ღონისძიებაში ბოდიში თეონა, მსგავს ღონისძიებაში თუ მიგიღიათ ადრე მონაწილეობა და რა გამოცდილება დააგროვეთ ამ ხნის განმავლობაში და რამდენად, ასე ვთქვათ, ახალი ხილია ეს თქვენს ცხოვრებაში. სამწუხაროდ კონკრეტულად განსაბჭოებასთან დაკავშირებით შეიძლება თქვენ არ იყავით მომხსენებელი, მაგრამ თუ ესწრებოდით ისეთ ღონისძიებაც, სადაც დავუშვათ სიმართლე გითხრათ, ნაკლებად, ეს საკმაოდ ორიგინალური იდეაა ქალბატონ ლალის. ძალიან მნიშვნელოვანი და გიორგი როგორც ახსენა, ეს პირადი პასუხისმგებლობის გრძნობა, რაც ასე ვთქვათ, ძალიან მცირე და საზოგადოებაში რაც გამოწვეულია სწორედ ამ საბჭოთა ხელისუფლების მიერ მასების დამახინჯების, მასათა ცნობიერების დამახინჯებითაა გამოწვეული სკოლები და ჩვენ ახლა ნელ-ნელა ვცდილობთ, რომ უკვე გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან, ესე ვთქვათ, გავანალიზოთ ჩვენი შესაძლებლობები. რეალურად საზოგადოება აგრძელებს, ასე ვთქვათ, ამ ინერტულ ყოფას, მათ სურთ, რომ ასე ვთქვათ, მხოლოდ საკუთარი მცირედით აკმაყოფილდნენ და ეს რო დავაკვირდეთ საზოგადოებას თუნდაც მოსახლეობის მონაწილეობას არჩევნებში, სოციალური აქტივობები, მათი ინტერესები, ამ ყველაფერში ჩანს, რომ მცირე ანალიზი საკმარისია, რომ ეს არის აშკარად
პოსტსაბჭოთა ეფექტი. ეს არის ჰომოსოვიეტიკოსური მდგომარეობა, ფაქტობრივად ადამიანის მასის ნაირსახეობა. ასე ვთქვათ, ჩვენ გვჭირდება რომ ეს პირადი პასუხისმგებლობა გავისიკზე კიდე განვთვალოთ და საზოგადოებას მოახმაროთ ეს ყველაფერი და არა მხოლოდ ჩვენს პირადზე აღიზრუნოთ. კარგად აღნიშნეთ თქვენ, რომ ესე იგი ჩვენ თვითონვე უნდა საკუთარ თავს მივხედოთ, ანუ ეს და არ ველოდებოდეთ სხვის გადაწყვეტილება ჩვენს მაგივრად როდის გადაწყვეტავენ და თქვენ ახსენეთ დიალოგის დროს საბჭოთა აზროვნება და საბჭოთა ადამიანები. მე მინდა რომ განმარტება გააკეთოთ დღეს ამ საუკუნეში რას ნიშნავს საბჭოთა აზროვნება და საბჭოთა ადამიანი. ასე ვთქვათ, ზინოვიევს და ლევადას სკოლის კრიტიკოსებს აქვთ აღწერილი თვითონ რას ნიშნავს ეს ყოველი, რა არის რამოდენიმე კრიტერიუმი. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ზინოვიევი ემიგრაციიდან დაბრუნდა რუსეთში და ამბობს შემდეგ რაღაცას, რომ ეს მდგომარეობა გრძელდება ახლა საბჭოთა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, რუსეთში ყველაზე გამოკვეთილად და ეს ყველაფერი და რას ნიშნავს ეს. როდესაც ადამიანი მზად არის ნებისმიერი გადაწყვეტილება ხელისუფლების მიიღოს, ანუ არ გამოხატოს უკმაყოფილება, მზად არის გააკეთოს, დაინტერესებულია მეზობელთა ცხოვრებაში, შეუძლია თავი გაწიროს დაუშვათ ქვეყნისათვის და გაწიროს სხვაებით მათი ნების გარეშე. არასოდეს არ სურს აიღოს პირადი პასუხისმგებლობა, მაქსიმალურად ერედება საკუთარი ნების გამჟღავნებას, კორუფცია, დაუშვათ საკუთარი ვალდებულებების არაპირნათლად შესრულება და როგორც ხედავთ, ეს კრიტერიუმები საკმაოდ კარგად, სამწუხაროდ საკმაოდ კარგად შეგვიძლია მივასადაგოთ ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, იმიტომ რომ არა პროფესიონალური კადრი არ გაგვაჩნია, იმიტომ რომ ადამიანები ცდილობენ დაუშვათ აი ვიღაცების ხარჯზე გავიდნენ ფონს. ეს ნეპოტიზმის პრობლემაა ჩვენს ქვეყანაში და ეს განპირობებულია მთელი რიგი სოციალური და ეკონომიკური პრობლემები განპირობებულია ამ წინა საუკუნის იდეოლოგიით, ასე ვთქვათ. და თქვენ ორივეს მინდა გითხოთ, როგორ მოხდა ამ თემების შერჩევა, ანუ კონკრეტულად იყო გზავნილი, თქვენ ანუ დაუშვათ დაინტერესებული ყავით ამა თუ იმ თემით, თუ თქვენი არჩევანი იყო. მაგალითად პირადად ეს თემა, რომელიც გიორგი შენია გასაბჭოების აუცილებლობა და მისი ისტორიული კონტექსტი. დიახ, თვითონ მე შევარჩიე, იმიტომ რომ გარკვეულად ამ საკითხებზე მიფიქრია, ჩემთვის მიმუშავია და დღეს მეძლევა საშუალება ამის ასე ვთქვათ ვერბალიზება მოახდინო. მინდა აღნიშნო, რომ ერთი რაც ასე ვთქვათ, მინდოდა მეთქვა, რომ აი ბოლშევიკური რევოლუცია ყველაფერთან ერთად იყო კულტურული საზრისების ამოღირავება. ესაა ძალიან მნიშვნელოვანი. ფაქტიურად აი მაგალითად სერვანტესი ამბობდა, რომ ისტორია არის დედა ჭეშმარიტებისა, რომ არსებობს ფაქტი თავისი საზრისის გარეშე. ალბათ მე-20 საუკუნის საზრისი გამოიხატება საბჭოთა კავშირის შექმნით და მისი დაშლით. ქვეყანა, რომელიც უნდა ყოფილიყო დედამიწაზე 64 დასასრული ისტორიის თითქოს მთელი თაობები ამას მოელოდნენ, ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ მის აღმშენებლობაში ჩვენს მონაწილეობით. ესაა ძალიან მნიშვნელოვანი. რას საბოლოო ჯამში ჩვენი ეს მოხსენებთ დღევანდელი დღე რას ეხება, ის რომ ჩვენ თვით რეფლექსია მოვახდინოთ, ის რომ ჩვენ თავში დავინახოთ საბჭოთა ადამიანი და რა თქმა უნდა თვით კრიტიკა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეს ეხება რა თქმა უნდა ჩვენი სამოქალაქო ცხოვრების, სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესს. იმიტომ რომ ჩვენ დღეს ხედავთ გამოჩნდა ამ წლების განმავლობაში რისი გამკეთებელია, ასე ვთქვათ, ქართველი ადამიანი, რა შესაძლებლობები აქვს, რა მინუსები აქვს და ჩვენ არ უნდა შეგვეშინდეს იმ უარყოფითი ეფექტის, რაც ჩვენ უკვე დავინახეთ. იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ თუ ამას ხედავთ, ეს უკვე, ასე ვთქვათ, განვითარების პირველადი ტოპოსია. და სწორედ აი ამ მიმართულებითი მოხსენება მექნება მე როგორც ასე ვთქვათ თანამედროვე პარადიგმაში დანახული ის წარსული და სამიმყოფოთი ჩვენ. შენ თქვი რომ უნდა ვაღიაროთ და დავინახოთ საბჭოთა ადამიანის საკუთარ თავში, ხო? ანუ და მაშინ ყველა თემას და ყველა აქტივობას აქვს მიზანი და შედეგი და მიზანი გასაგებია რაც გვაქვს, მაგრამ შედეგი როგორ უნდა იქნას მიღწეული. თქვათ მოხდა აღიარება რომ ყველა
რომ დავინახეთ საკუთარ თავში რაღაცა დოზით საბჭოთა ადამიანი და როგორ უნდა გამოვასწოროთ ეს და ან როგორ უნდა გავდევნოთ. რამდენად არის ჩართულობა მაღალი, ესეც მნიშვნელოვანია, რადგან ხშირ შემთხვევაში, როდესაც ამ თუ იმ საკითხზე ადამიანები მოხსენებას კითხულობენ ხოლმე, ადამიანი როცა ამოიცნობს კუთხით საკუთარ თავს, შეურაცხყოფელად გრძნობს თავს და ხშირ შემთხვევაში თავს არიდებს ასეთ ღონისძიებებს. ეს არის ერთ-ერთი დამახასიათებელი საბჭოთა ადამიანის თვითკრიტიკის არ ქონა. დიახ. ამიტომ რომ ეს ნაბიჯი უნდა გადავდგეთ და თვითკრიტიკულები გავხდეთ. როდესაც ადამიანი ყოველდღიურად თვითკრიტიკულია და შეუძლია ჩანსაღი კრიტიკის მიღება სხვების მხრიდან, ცხადია უკვე რომ ძალიან მალე ის გამოვა მდგომარეობიდან. და როცა აღიარებთ ამას, მე მობებია გასაკეთებელი. თავისუფლდეთ ამ მარწუხებისგან ახალგაზრდები მაინც. ბუნებრივი არის რომ ეს ასეთი მარტივი საკითხი არ არის, რა თქმა უნდა. ჩვენ რაღაც იმ ეტაპზე ვართ, რომ ამის გაანალიზებას ვახდენთ და აი პოსტსაბჭოთა ეს კვლევები არის ძალიან მნიშვნელოვანი აქედან გამომდინარე. ჩვენ ისიც რომ ვთქვი, რომ აი უნდა ვაღიაროთ, რომ საბჭოთა კავშირში ჩვენ მონაწილეობდით და ჩვენ მის აღშენობაში ვღებულობდით, ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანი წვლილს, ასევე მისი დაშლა, აი ამ უტოპიის გამოჩენა, რომ ეს იყო მართლაც რაღაცა შეუძლებელი. ჩვენს მივიღეთ ამაში, ასე ვთქვათ, დეპრესია. აი ესაა ძალიან მნიშვნელოვანი. აი გამოსვლის სირთულესთან დაკავშირებით შემიძლია აღნიშნო, რომ სინოვიევი, რომელიც გაიქცა ფაქტობრივად ემიგრაციაში იმყოფებოდა ევროპაში, როდესაც ბრუნდება რუსეთში, როდესაც წერს მანამდე 82 წელში ამ ჰომო სოვიეტიკუს ამ წიგნს, ძალიან ირონიული კრიტიკული წიგნია საბჭოთა კავშირის მიმართ, ამბობს ასეთ რაღაცას, რომ მეც ვარ ეს ჰომო სოვიეტიკუსი და ამბობს, რომ მე ასე ადვილად არ შემიძლია გამოვიდე ამ მდგომარეობიდან. და ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ფაქტობრივად ამბობს, რომ კი ეს მეთოდიკა არასწორი იყო, მაგრამ